ანდრეი ერმაკის სასამართლო პროცესი დღეს უკრაინაში მთავარი თემაა. და ეს სასამართლო ნამდვილად შოკის მონგრელია, რადგან ის რაც 13 მაისს უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს სხდომაზე გამოვლინდა, ბოდიში ეს უკვე უბრალოდ კორუფციული სკანდალი აღარ არის. ეს რაღაც პოლიტიკური სერიალია, წინასწარმეტყველებით, შამანებით, ჩრდილოეთის ნაკადი 2 კადრების დანიშნით, ჰოროსკოპის მიხედვით და გათეთრებული ფულით. თანაც საუბარია მილიონებზე. მაგრამ რაც საინტერესოა, მოულოდნელად გამოაშკარავდა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ არა მხოლოდ ეკითხებოდა რჩევას ანდრეი ერმაკი ვირად წინასწარმეტყველს, არამედ მისი რჩევით ცდილობდა ჩაეშალა რუსეთის გაზსადენის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის აღდგენის დაბლოკვა. ამიტომ მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად გავარკვიოთ. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიცრებთ, თოდ გამოიძიოთ ეს YouTube არხი და ლაიქოთ ეს გამოშვება. ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე და ამისთვის მადლობას გეტყვით. ასევე გამოიწერეთ ჩემ Telegram არხი Patchy News-ი. ბმუნი მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოდი დავიწყოთ უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს სხდომით. ეს უკვე მეორე დღეა, რომელმაც კვლავ არ მოიტანა ერმაკისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება. Press Wax-მა გააგზავნა პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისთვის აღკვეთის ღონისძიების განხილვა. და აი რა მოხდა. სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის წარმომადგენელმა ვალენტინა გრებენიუკმა სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთა. ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი მიმართავდა წინასწარმეტყველს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელობის, ასევე უკრაინელი ჟურნალისტებისა და სახალხო დეპუტატების შესახებ. საკითხო მასალებში სოგარ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელიც კი ჟრეს. გამოძიებამ ამოიღო iPhone 12, რომლის მფლობელიც იყო ვიღაც ვერონიკა ანიკინა. ეხლა გავარკვევთ ვინ არის ეს. ეს არის სწორედ ის ვერონიკა ფენშუი ოფისი, ასე დაასახელა იგი პროკურატურა. ასე იყო ის შენახული ანდრეი ერმაკის ტელეფონში, ვერონიკა ფენშუი ოფისი. ამოღებული ტელეფონი ანიკინა იყენებდა მხოლოდ კონტაქტთან, ანდრეი 2025-თან დასაკავშირებლად. ეს იყო ანდრეი ერმაკი. ეხლა კონკრეტულად რაზე? ის მას ეკითხებოდა. საქმის მასალების მიხედვით, რომლებიც პროკურორმა გაახმოვანა, ერმაკი მიმართავდა მისანს. ნაბუს დირექტორის სემიონ კრივონოსის, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის ალექსანდრ კლიმენკოს, უკრაინსკაია პრავდას მთავარი რედაქტორის სევგილ მუსაევასა და ჟურნალის გაუნძიებელ მიხაილ ტკაჩის, ასევე სახალხო დეპუტატების იაროსლავ ჟელეზნიაკის, ალექსეი გონჩარენკოსა და დავით არახამიას შესახებ. და ეს ჯერ კიდევ სრული სია არ არის იმ ადამიანებისა, ვის შესახებაც ის მისანს მიმართავდა. სასამართლო დარბაზში ასევე იხსენიება დონალდ ტრამპის სახელი. და სწორედ ამათ ყველას შესახებ ერმაკი წინასწარმეტყველს თხოვდა რჩევას. რა ექნა მათთან დაკავშირებით? ანუ, ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად მართავდა უკრაინა და უკრაინის საგარეო პოლიტიკას და ამ პოლიტიკას თეთრ სახთან ათანხმებდა, ყველა ამ საკითხზე კიევის ასტროლოგთან კონსულტაციას გადიოდა. პროკურორმა წაიკითხა მიმოწერა ვერონიკა ფენშუისა და ანდრეი 2025 შორის. 2025 წლის 24 დეკემბერი სწორედ მაშინ ერმაკთან პირველი ჩხრეკები ტარდებოდა და აი კონტაქტმა ანდრეი 2025-მა დაწერა. ციტატა. კლიმენკო, კრიონოსი. კითხვა მოუპასუხა მრავალგვერდიანი წერილით, რომელიც ასე იწყება. ციტირებს სიტყვას სიტყვით. დღეს ძალიან გაბრაზებული ვარ, ამიტომ წინასწარ თხოთ ბოდიშ სიმკაცრისთვის, მაგრამ მეორეფრივ იქნებ ჩემი სიმკაცრე სხვა ტალღაზე გადაგიყვანოთ. ყველაფერი იწყება სიტყვით, რომელსაც საკუთარ თავს და სხვებს ვეუბნებით. ბოლო თვეების განმავლობაში თქვენ არ ამწვავეთ ვითარებას და არც რაიმე თავდასხმებსა თუ ცემაზე პასუხობთ. ესკალაციას ისინი ახდენენ, თქვენ კი ამის უფლებას აძლევთ. აქ ესკალაციაზე საუბარი არ არის. ეს არის მიმოწერა ადამიანის, რომელიც ერთ წუთით ქვეყანას მართავდა. კიეվել ასტროლოგთან იმაზე თუ როგორ უნდა ერეაგირა ანტიკორუფციულ გამოძიებებზე. და მე ამას არ ვიგონებ. ეს არის წინა სასამართლო გამოძიების მასალები, რომლებიც დღეს უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში გაახმოვანეს. ეხლა ვინ არის ვერონიკა ფენშუი? ეს არის 51 წლის კიეველი, რომელიც საკუთარ თავს ასტროლოგიის კონსულტანტად მოიხსენიებს. მისი ნამდვილი სახელია ვერონიკა ანიკიევიჩი. სოციალურ ქსელებში ის აქტიურად უჭერდა მხარს ანდრეი ერმაკს. სხვა მომხმარებლების კონტაქტებში ის ჩაწერილია როგორც ვერონიკა კონსულტანტი AB, ანუ ანდრეი ბორისოვიჩი. ურადრება, ვერონიკა ანიკიევიჩი ერმატის კითხავი. Telegram-ში ის მართავს არხს მთვარის საათები და აძლევს ასტროლოგიურ კონსულტაციებს იმის შესახებ, თუ როგორ იპოვოთ თქვენი გზა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 2015 წელს ეს ანიკიევიჩი მშვიდად დადიოდა ყირიმში.
მისი მამა ფიოდორ ანიკიევიჩი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, გენიჩენსკში ოპოზიციური ბლოკის რაიონული გამყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2015 წელს აცხადებდა, რომ პატივისცემით ეკიდება რუსეთს. მისი სოციალური ქსელებიდან ფოტოების მიხედვით ამბობენ, რომ ის, როგორც სხვა თანამშრომლები, 2025 წლის მაისში პოზირებს გიორგის ლენტებითა და რუსეთის ფედერაციის დროშებით. და ცხოვრობს ოკუპირებულ გენიჩენსკში. ამ სიტუაციის კომენტირებაზე მარჩილმა უარი თქვა. უბრალოდ ტელეფონი დაკიდა. კადრების დანიშვნები უკრაინის სახელმწიფო შოში შეთანხმდებოდა ქალთან, რომლის მამა კოლაბორანტია და ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიი. ეხლა რაც შეეხება ჩრდილოეთის ნაკადიორის, ვფიქრობ ეს დაგაინტერესებთ. ეს უკვე სრულიად სხვა დონეა. ესე იგი დღეს ანდრეი კობოლევმა, ეს ნაფტოგაზის ყოფილი ხელმძღვანელია, შოკში ჩააგდო აღიარებით. ციტატა. როცა 2021 წელს ჩემი გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, ერმაკი ცდილობდა დაერწმუნებინა მე, რომ შეგვეწყვიტა თანამშრომლობა ჩვენს ლობისტებთან აშშ-ში. ის აქტიურად იყენებდა ფრაზას: ეს ფენშუი არ არის. რაზეა საუბარი? ნაფტოგაზი 2017 წლიდან აქტიურად მუშაობდა კონგრესსა და აშშ-ის ადმინისტრაციაში. ცდილობდა სანქციების დაწესებას ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე და უშლიდა ხელს მის გაშვებას. და 2021 წელს, ანუ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე 1 წლით ადრე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ერმაკი არწმუნებს ნაფტოგაზის ხელმძღვანელს შეწყვიტოს ეს მუშაობა კონგრესთან და ადმინისტრაციასთან, ასევე ლობისტებთან და აღარ ეცადოს სანქციების დაწესებას. და მით უმეტეს აღარ ეცადოს იმას, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2 არასდროს ამოქმედდეს. ამბობს, რომ რუსული გაზსადენის გაშვების წინააღმდეგ ბრძოლა ფენშუის არ შეესაბამება. არ ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს იმ ვერონიკა ფენშუიზე მინიშნება. ეხლა რაც შეეხება ფულს, პროკურატურამ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209 მუხლით დააკვალიფიცირა. დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაცია. სანქცია 8-დან 12 წლამდე კონფისკაციით. ერმაკის და ხელისუფლების დაცვის მიზნით. Telegram არხები ახლა სწორედ ამ მუხს უტევენ. ამ მტკიცებენ, რომ პროკურატურამ საქმე პრედიკატურ დანაშაულზე დააკვალიფიცირა. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209 მუხლი, მაგრამ აგიხსნით, რატომ აერჩია გამოძიებამ სწორედ ლეგალიზაციის საკითხი. შემოსავლები მიღებული იმ თანხებიდან, რომლებიც სამრეცხაოდან, ანუ ფულის გათეთრების სქემიდან მშენებლობაზე მიდიოდა. სანქცია. Нашли финансовый поток. კონფისკაციით. შეუძლია დაამტკიცონ თვითონ გათეთრების ფაქტი, თუნდაც სამშენებლო ექსპერტიზის დასრულების გარეშე. ერმაკის დაცვა ამბობს, რომ ჯერ საჭიროა დანაშაულის შემადგენლობის დადგენა, ფაქტობრივად რომ ეს სახლები აშენდა სწორედ კორუმპირებული ფულით, და ამის საფუძველზე შემდეგ უკვე უნდა დაამტკიცონ, რომ ეს ფული როგორღაც გათეთრებული იყო. ნაბუ ამტკიცეთ, რომ შეიძლება სხვა გზითაც წავიდნენ. და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ დინასტიის ობიექტების სამშენებლო ექსპერტიზას ვიღაც ბლოკავდა. ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო. პროკურატურამ ექსპერტებზე კვალიფიცირება მოახდინა, რომელიც სავარაუდოდ სბუს თანამშრომლებისგან მოდიოდა. შედეგად, დღეს სასამართლოში ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ მას არ აქვს თანხა გირაოს შესატანად. და ნუ იფიქრებთ, რომ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209 მუხლით ბრალდებულ ადამიანს მართლაც არ აქვს ფული? ის ფული არსებობს, მაგრამ აი პრობლემაა. ეს არის შემოსავალი, რომელიც მიღებულია უკანონო გზით. ძნელია იპოვოს სწორედ სუფთა ფული იმ ადამიანს, რომელსაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრებიან, არ შეუძლია იპოვოს თანხა გირაოსთვის. ან თუ შეუძლია, ეს ფული არ არის სუფთა. და მაშინ ეს თავისთავად ბრალდების მტკიცებულებაა. საბოლოოდ უკვე ხვალ 14 მაისს უნდა მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პროკურატურამ ეს 209 მუხლი დააკვალიფიცირა როგორც დანაშაულებრივი გზით მიღებული. გამოიწერეთ არხი, დააჭიეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი გამოწერით. პროკურატურამ ეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209 მუხლით დააკვალიფიცირა როგორც დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია. სანქცია 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა კონფისკაციით.